ამ ფორმაციის ნაკრებისთვის მე ასე თამაში იყო, რაღაც სიმბოლური იყო და ესე დროს გამარჯვება კიდევ უფრო დიდ მუხტს გაცლევს მომავლისთვის. კარგია, სამუშაო გვაქვს, ძალიან ბევრი მომენტი გქონდა, ახლა კი მოვიგეთ შეიძლება 5-0, მაგრამ არ ასახავს რა, ძალიან ბევრი მომენტი გავაცუდეთ, რაზეც აუცილებლად სამუშაო გვექნება. საღამოს კარგი ანალიზი იმისთვის, რომ ამ მანგარიშმა ხვალინდელ თამაშზე შეცდომაში არ შეგვიყვანოს. კარგია, გოლი არ გაუშვით, იმიტომ რომ ძალიან რთული თამაშები გველოდება, ყველამ ვიცით იანვარში და სწორედ მაგას ემსახურება ყველა ეს თამაში და რაღაც მოთმინების ნებისყოფა გქონდა, იმიტომ რომ დიდი ხანი 1-0 იყო, უაზროდ წინ არ გავარდი და რაღაცა სტაბილურობა დავიჭერდეთ ამ თამაში, გარდა მოგებისა, ძალიან სასიამოვნოა და ვფიქრობ, კარგად უნდა მოემზადოთ კიდე იანვრისთვის რა. ესტონეთი ჩვენზე სუსტი ნაკრებია შედარებით და ველოდით ამ გამარჯვებას, ამ შედეგსაც, ამ სხვაობას ბურთებითაც, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან განვითარდით. ზოგადად ქართული ფუტზალი ძალიან განვითარდა, რაც აისახება, რომ უკვე მეორედ თამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე და მეორედ მოხვდით ევროპის ჩემპიონატზე. ხოლო თვითონ თამაშს რაც შეეხება, უფრო ემსახურება ეს თამაშები, მოსამზადებელს უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის, იმიტომ რომ თავარი ბრძოლები, თავარი თამაშები იქ ველოდება და კარგია, ძალიან სასიამოვნოა, ძალიან დადებითი ემოციებით ვართ განწყობილები, იმიტომ რომ ვფიქრობ, ყველანაირ ასპექტში ვაჯობეთ დღეს მოწინააღმდეგეს. წარმომიდგენია ეხლა, რომ ჩვენ ვერ მოხვედრილიყავით ევროპის ჩემპიონატზე, ეხლა როგორი უარყოფითი განცდებით და ემოციებით ვიქნებოდით და ძალიან კარგია, ძალიან ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელისთვის ამაზე ოცნებობთ ალბათ, რომ ესეთ ჩემპიონატებზე, ესეთი დონის ტურნირებზე მოხვდეთ და იქაც თქვა ჩვენი ქართული სახელი.